მე მგონი მტკიცებულებების გარეშეც ყველაფერი დევს ზედაპირზე. ძალიან მარტივია შეფასება ამ საქმის, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის იმჟამინდელი თავმჯდომარე სამარცხვინოდ, მათ და სამარცხვინოდ საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს მეორე დღეს სამუშაო პროცესში ერთს თანამშრომელმა უთხრა და ერთმა საჯარო ინფორმაციის წყაროებით გაიგო ჩორჩანაში საგუშაგო საგების შესახებ, როდესაც თავდაცვის ძალებს უნდა ვანდობდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, თავდაცვის უნარიანობას და თურმე არც სამხედრო დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია ამ ადამიანებს ჩორჩანას საგუშაგოს აგების შესახებ და ჩორჩანას საგუშაგო რაღაცა ჩორჩანას ტყეში ნაწვიმარზე სოკოსავით გაჩნდათ. ხო წარმოუდგენელია თავდაცვის მინისტრს არ ცოდნოდა ეს ინფორმაცია, არ ცოდნოდა სუსის უფროს, არ ცოდნოდა გაერთიანებული შტაბის, გენშტაბის მაშინდელ უფროს. საკუთარი თავებიც კი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა ოცნების რეჟიმმა, რომ გამოყავთ ბრიყვებად. წარმოუდგენელია, როგორ გონიათ ახლა, რომ თავდაცვის მინისტრი არ არის ინფორმირებული საოკუპაციო ხაზზე შენდება საგუშაგო და სხვათა შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ემა, მას წამოსცდა სიმართლე, რომ საოკუპაციო ხაზის მართვის მანდატი თავიდან ბოლომდე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არის საოკუპაციო ხაზზე განლაგებული, საპოლიციო საგუშაგოს აგების საკითხს არ უთანხმებს არავის. მაგრამ აქ შემოდის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საგუშაგოს აგების საკითხი არ არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე განსახილველი საკითხი, მაგრამ ჰიპოთეტურადაც რომ დავუშვათ, რომ გიორგი გახარიას ქმედებას პირობითად მოხვა რაღაცა კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის ზიანი, როგორც ეს ადამიანები ამტკიცებენ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იცით მაშინ ვინ იყო? ლევან იზორია. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი მოქმედი წევრი იყო ლევან იზორია, როგორც თავდაცვის მინისტრი, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. მუდმივი წევრი იყო ვახტანგ გომელაური, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, მუდმივი მოქმედი წევრი იყო მათ შორის პრემიერ-მინისტრი ამ საბჭოში, მუდმივი მოქმედი წევრი იყო გაერთიანებული ძალების ეროვნულ საბჭოზე განიხილეს ეს საკითხი? აი უყურეთ, რაზე ვსაუბრობ. რატომ ამ ადამიანებმა არ დასვეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში თუ გახარიას მხრიდან ჩორჩანას ტერიტორიაზე საგუშაგოს აგებას ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები მოსდევდა. კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცა ტერიტორიების დაკარგვის თუ სხვა რაღაცა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების ხელყოფის კუთხით. 6 წლის თავზე გაახსენდათ? გათხოვილ კაცებზე რომ ბევრს საუბრობდნენ, ღირსება აყრილ კაცებზე ისაუბრონ. ოჯახურ ტრადიციებზე და მე შეიძლება გახარიასთანაც მქონდეს ბერდია და რატომ? ანუ როდესაც გახარიამ აი დისტანციური გამოკითხვის დროს პასუხისმგებლობა გომელაურს და ლილუაშვილს დააკისრა და თქვა ასეთი რამე, რომ ის მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა მინისტრობიდან დაწინაურდა პრემიერობამდე, თითქოს გომელაურს და ლილუაშვილს უნდა მieყვანათ ბოლომდე საოკუპაციო ხაზთან დანარჩენი საგუშაგო განთავსების პროცესი და მისი მინისტრობიდან წასვლის შემდეგ ეს პროცესი თვითნებურად ვიღაცამ, არ ვიცი, შეაჩერა თუ შეაფერხა. ანუ გახარიამ ამით ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დასვა და პასუხისმგებლობა სწორედ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ სუსის უფროს დააკისრა. მაშინ ხო, მესმის მაშინ მე იგივე შეკითხვა მიჩნდება, როცა თქვენ ამბობთ, რომ 6 წელი რატომ არ დასვეს? ლეგიტიმურია შეკითხვა. ეროვნული საბჭოს ასე ვთქვათ ფორმატში რატომ არ დასვეს ეს საკითხი, რატომ არ განიხილებს, რატომ არ მისცეს მაშინვე ჩვენ საჯაროდ არ გამოგვიტანია შეიძლება ეს საკითხი, მაგრამ რა იცით თქვენ რა სხვადასხვა ფორმატში დაისვა თუ არა, იყო თუ არა საუბრები. მე როგორც მოქალაქეს ხომ მიჩნდება პრეტენზია, რომ გახარია მანამდე სადმე წამოსი ეს თემა, იკითხა რომ მე რომ წავედი შინაგან საქმეთა მინისტრობიდან, იქ რომ ერთი საგუშაგო გათავსდა, სად არის დანარჩენი 5? დამამთავრებინეთ. კი ბატონო, აი მითხარით ამაზე მიპასუხეთ რა. დანარჩენი 5 საგუშაგო სად არის ეს მოვკითხეთ, ვახტანგ გომელაურს რომ მოიწვევთ ამ სტუდიაში, ან გრიგოლ ლილუაშვილს რომ მოიწვევთ, ან ბიძინაევაშვილი თუ გეყოლებათ ამ სტუდიაში ოდესმე თქვენი კარიერის მანძილზე. მაგრამ ფორმატის და ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში აუცილებლად ხომ იცით რომ არაფერი შემიშლის ხელს წელიწად ნახევარი იყო გახარია პრემიერ-მინისტრი. მაშინ რატომ არ მოკითხა? მას ხომ უფრო მეტი არა. როგორ შემიძლია არ ვიყო ემოციური, როდესაც საუბარია მილიონი კვადრატული მეტრის ჩვენი საქართველოს მანამდე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებალი ტერიტორიის დაკარგვაზე. ანუ საკითხი ხო ასე დგას. აი ხლა თქვენ
პროპაგანდის ხასი მეორებ ჩვენ. რას ქვია დაკარგვა? რას ნიშნავს სიტყვა დაკარგვა? დღეს ამ რას ნიშნავს სიტყვა დაკარგვა მითხარით ამიხსენე? დღეს ამაზე არ მიდის გამოძიება? რას ქვია დაკარგვა? რას ნიშნავს? არაფერი არ დაგვიკარგავს ჩვენ. ჩვენ ეს ტერიტორიები არის დროებით ოკუპირებული და თქვენ ზუსტად ისევე როგორც ალუდა ღუდუშაური საუბრობს და თეა წულკიანი ისე საუბრობთ რაღაც ტერიტორიების დაკარგვაზე. როგორ შეიძლება ჰიპოთეტურად დასვათ ეს საკითხიც კი რომ დაიკარგა რაღაცა. არაფერი არ დაკარგულა. მე გეუბნებით ეფექტური კონტროლი არ დაიკარგა ამ ტერიტორიაზე? დამასრულებინე. დაიკარგა კი არა. პრეცედენტი ხდებოდა პირველი, როდესაც სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საოკუპაციო რეჟიმი, რუსეთის ფედერაციის ხელდასმული რეჟიმი 1922 წლის რუკას იყენებდა იმისთვის, რომ ჩორჩანა მოექცია მის კონტროლირება ტერიტორიაზე და ამ რუკით მონიშნული ჰქონდათ კიდე დამატებით 28 წერტილი, მათ შორის გუდაური, თრუსოს ხეობა და ძალიან ბევრი ტერიტორია და ჩვენი საგუშაგოს ჩადგმით პირდაპირ გეუბნებით მილიონი კვადრატული მეტრზე ეფექტური კონტროლი კი არ დავკარგეთ, დავიბრუნეთ 17 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი. ეს არის სწორი ფორმულირება და რაღაცა რომ დაიკარგა ამას რო იძახით, ეს არის ქოცური ფორმულირება. კარგი. ეგრო იცოდე. თუმცა არ უნდა შეგეშალოთ. კარგი, ეს არის მე თუ რამე შემეშალა, არც იმის პრობლემა მექნება, ან ბოდიში მოვიხვადო, ან დავაკორექტრო, თუმცა ერთი წუთით. თუმცა სწორედ აი ამ ბრალდებაზე საპასუხოდ გახარია დისტანციურ გამოკითხვას დათანხმდა, ხო? დიახ და გასა ყველა მომწურავი პასუხი ყველა იმ შეკითხვას. ხო პირდებოდნენ ეს თეა წულკიანი და სხვები რომ ისეთი გასაუბრები თქვენთვის არ გასა? არა, ჩემთვის არ გასა. არა, მე ხა დაგისვი წულკიანის კითხვები იყო და ღუდუშაურის. ერთი წუთით ხა ნუ გადაგაქვთ თემა და რაღაცა შემოიტანოთ. არა ხართ ობიექტური მხარე ამ პირობებში, როდესაც საუბრობთ რაღაც ტერიტორიის დაკარგვაზე. ზუსტად იგივე მესიჯები საუბრობთ როგორც საგამოძიებო კომისია მილიონ კვადრატულ მეტრზე. მაგრამ მილიონი კვადრატული მეტრი, ახლა ჰექტარობაში 1 ჰექტარში არის 10000 კვადრატული მეტრი, ხო? ვიცით შესაბამისად გადავიანგარიშოთ. ხო, რამდენია, არ ვიცი, ხა ესე უცებ ვერ დავიქ, რამდენია? 100 ჰექტარი კი ბატონო. ეს ხო პროპაგანდის ნაწილია მილიონი კვადრატული მეტრზე. მათემატიკის გაკვეთილს მიტარებთ, გამოცდას მიტარებთ თუ რა, კი ბატონო. რა შუაშიანი მათემატიკის გაკვეთილები და გამოცდები. მე მგონია რომ კარგად წარმატებით გაიარეთ 11 წლის განმავლობაში ეს გაკვეთილები. კი ბატონო, გიპასუხებთ რომ 10000 კვადრატული მეტრია 1 ჰექტარ მიწაში. მილიონი კვადრატული მეტრებით კი არ უნდა ველაპარაკებოდეთ იმისთვის რომ დაამძიმონ ეს სიტუაცია. მე შემიძლია გითხრათ რომ 17 მილიონი კვადრატული მეტრი როგორც თვითონ უყვართ გაზომვა ასე. ამის დამტკიცება მოგიწევთ თქვენ. 1700 ჰექტარი შეუნარჩუნეთ ამ ქვეყანას. დამტკიცება, დასაბუთება მოგიწევთ თქვენ. ეგეც არასწორია და რატო პროკურატურაში ალბათ სავარაუდოდ. მაგრამ მე სხვა რამ მკითხებ. სამართლებრივი ანაბანასაც გეტყვით. არ დამავიწყებია მთავარი შეკითხვა. არა აქვს ბრალდებულს. ბრალდების მტკიცების ტვირთი აქვს ბრალმდებელ სახელმწიფოს. და ჩვენ გვაქვს იმის მტკიცების ტვირთი, რომ ვართ უდანაშაულოები ამ საკითხთან დაკავშირებით და ამის მტკიცების ტვირთიც არ აგვაქვს ჩვენ. თვითონ უნდა დაგვიმტკიცონ, თვითონ ბრალის სახეზია. რატო, კაცო, პროკურატურას არ უთქვამს არაფერი და თქვენ რატო იძახით რომ ბრალდება სახეზია? საგამოძიებო კომისიამ თქვა. ჯერ საგამოძიებო კომისია არ არის სისხლის სამართლების დევნის ინსტრუმენტი და მას არ აქვს სისხლის სამართლების დევნის ფუნქციები. თქვენ ნუსრებ მოვლენებს წინ თუ გაქვთ ინფორმაცია თქვენი კოლეგების მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ როგორც ვიცი, სწორედ ამასთან დაკავშირებით მიდის გამოკითხვები, მაგრამ მე მთავარი შეკითხვა არ დამვიწყები ახლა. ამ რაღაცა ლაბირინთებში, დისკუსიურ ლაბირინთებში ნუ შევალ, სადაც ძალიან რთული არის, გარჩიო ვინ მართალია, ვინ მტყუარია და ასე შემდეგ. ემა შეკითხვას მიყვარს დისკუსია. კარგი, ხო და როდესაც მე მადანაშაულებთ, რომ ვარ ამ შემთხვევაში სუბიექტური, რომ რაღაცა ემოციურად საუბრობ ამ თემაზე, მილიონი კვადრატული მეტრი, გახარიას არ აქვს პასუხები, თქვენ მოგიწევთ მტკიცება თქვენი უდანაშაულობის და დაფიქრდით უბრალოდ. დავფიქრდი და კიდევ ერთხელ გავიმეორო, ანუ მე არ ვარ ამ შემთხვევაში არც პროკურორი, არც ბრალმდებელი, ანუ არა, საერთოდ არ ბრალდები ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდები მხოლოდ ერთზე, რომ არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს არ აქვს ამომწურავი პასუხები შეკითხვებზე. ხო და ახლა გისვამთ ამ შეკითხვას და ძირითადად ყოფილი ხელისუფლების წევრები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთ გუნდს წარმოადგენენ, ახლა რაღაცა ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებული. თორე მე ხა ძალიან გამიჭირდება იქ ჩავიდე და ავზომო რა ტერიტორიაზე იყო მანამდე ეფექტური კონტროლი და ხო და ეხლა რა ვითარება რატო პრინციპში ანუ რას მატყობთ რომ TV იმედის ჟურნალისტების ასე ვთქვათ მდგომარეობაში იმყოფებოდე ხო კი ბატონო კარგი ხო მთავარი
წელიწად ნახევრის განმავლობაში. ჯერ მიპასუხეთ, ანუ ერთი საგუშაგო რომ ჩაიდგა 17 მილიონი კვადრატული მეტრი გადავარჩინებთო 1700 ჰექტარი, კი ბატონო, 1700 ჰექტარი გადავარჩინეთო ჩვენ ოკუპანტების მიერ მიტაცებას. ორი პრეცედენტი არ დავუშვით. ერთი რუკის გამოყენების პრეცედენტი არ დავუშვით და მეორე ეფექტური კონტროლი აღვადგინეთ პირდაპირ ფორმით, სადაც მონიშნები გაკეთებული იყო, ბორდერიზაციის პროცესი დასაწყებად გამზადებული იყო უკვე. ამას წერდა მათ შორის მისია, რომელიც განთავსებულია EUTOS-ი და ევროპის უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის და მათ შორის აი საოკუპაციო ხაზზე რა მისიასაც ასრულებენ. ეს მონიშნები დაფიქსირებული ჰქონდათ, ამის რეპორტები არსებობს. 5 საგუშაგო რო ჩამდგარიყო, ისე როგორც გახარიას ჰქონდა ჩაფიქრებული შინაგან საქმეთა მინისტრობისას. ანუ მაშინ რა ეს მოცემულობა შენარჩუნდებოდა თუ შეიცვლებოდა? არ ვიცი, შესაძლებელია. დამატებით 5 საგუშაგოს მანდატს თუ გააფართოვებდა შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრი გომელაური და დამატებით საგუშაგოებს განათავსებდა, შესაძლებელია, ოღონდ ამას დაზუსტებით ვერავინ ვერ გეტყვით, რომ მათ შორის იმას ჰექტართან დაკავშირებით ეფექტური კონტროლი ყოფილიყო ქართული მხარის ხელში. ანუ დამატებით 100 ჰექტართან დაკავშირებით? ხო, მილიონი კვადრატული მეტრი თქვენ რო გიყვართ. კი ბატონო, ხო. ამაზეა საუბარი. ამაზე არის საუბარი, ანუ. ხო, ამაზე ისაუბრა. ხო, ბაზუსტებ. ხა შეიძლება ეს დეტალურად და სკრუპულოზურად არ ვიცნობდი ამ საქმეს. ხო, ეთერში ვართ თან და ამიტომ ვაზუსტებ რაღაცებს. ხო და გახარიამ რომ დაინახა პრემიერ-მინისტრობისას და წელიწად ნახევრის განმავლობაში აკვირდებოდა რომ აი ეს შესაძლებლობა გაიშვა და გაუშვა ხელიდან მისმა, ასე ვთქვათ, შემცვლელმა გომელაურმა. რატომ არ დასვა საჯაროდ ეს საკითხი? თქვენ აიცით საჯაროდ, მოდი რა, არის საკითხები, ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც ისმის რაღაცა სხვა ფორმატებში, არის საჯარო საკითხები, რომელიც ისმის. დღეს ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული იცით რა არის კიდევ აი ამ ხუნტის კომისიის, ეგრეთ წოდებული კომისიის, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ ასე საჯაროდ. და პირდაპირ ფორმით მტკიცებულებებს აძლევენ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს ქართული მხარის წინააღმდეგ. ანუ არ შეიძლებოდა ამის საჯაროდ განხილვა საჯაროდ გამოტანა და განხილვა. კი ბატონო, როგორ შეიძლებოდა ამის არასაჯაროდ რა ფორმატში და ვისთან იქნა ეს განხილული? მე ვერ გეტყვით კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ფაქტების შემსწრე ვიყო, რაღაც ფაქტების შემსწრე არ ვიყო, მაგრამ ჩემი ინფორმაციით ესეთი ტიპის საუბრები, რა თქმა უნდა, იყო მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში არ ვიცი, თუმცა სუსის უფროსთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან მარჯვენა ჩორჩანა საგუშაგოსთან დაკავშირებით იმ პერიოდის განმავლობაში. ანუ კიდევ ერთხელ ვაზუსტებ. გახარიამ უკვე პრემიერმა მოითხოვა პასუხი შეკითხვაზე, ანუ ვერ გეტყვით, არ ვარ ამ პროცესების შემსწრე, ეს ჩემი მანდატი არ არის, მაგრამ ჩემი ინფორმაციით ესე იყო, დიახ. იყო. და მიიღო რაიმე რა პასუხი მიიღო? შეგიძლიათ მითხრათ? არ ვიცი. იყო საუბარი ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე საუბარიც არ მიმაჩნია ახლა მიზანშეწონილად, შესაძლებელია არც იყოს საჭირო ახლა ამაზე საუბარი. რატომ გეკითხებით ამას, იცი? კიდევ გავიხსენებ შარმანაშვილის განცხადებას, რომელმაც დღეს თქვა ქართული ოცნების წევრმა, რომ შესაძლებელია გახარიას გარდა ამ საქმეზე კიდევ სხვების პასუხისმგებლობაც დადგეს. ანუ აი ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს ამ შემთხვევაში? ნაკლებად საინტერესოა ამ ადამიანის მოსაზრებები, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის მიხეილ სააკაშვილის ხელდასმული საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ სააკაშვილის გამწესებული ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში ამ ადამიანების მოსაზრებები ნაცმოძრაობის გასამართლების კომისიაზე, სადაც გიორგი გახარიას იბარებენ და ეროვნული საქმისთვის პასუხს თხოვს, ადამიანი, რომლის წარსულიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნების ქვეშაა მათ შორის. ვიცით ამ ადამიანის პარტიული წარსული. როგორ ებრძოდნენ ეროვნულ ხელისუფლებას ეს ადამიანები, მათ შორის იმ ადამიანების გარემოცვა კიდევ ვინც იქ შედან. და აი ამ ადამიანებისგან რაღაცა კითხვის ნიშნების დასვა ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით უბრალოდ სასაცილოა. მე რამ შემიძლია უთხრა ამ ადამიანს? აუცილებლად ჩორჩანას საქმე იქნება საქმე, რომელზეც აუცილებლად დადგება ყველა ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც თავისი ბინძური პოლიტიკური მოტივებით ხელებს აფათურებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და ამას იყენებს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დაიწყო სექტემბერში 2019 წელს ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით გამოძიება, ამ გამოძიებას აგრძელებს
დღეს აი წულუკიანის კომისია და ამ გამოძიებას აგზელებს დღეს რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს ჩემთვის საქართველოს პროკურატურა და ეს იქნება ისეთი მძიმე დანაშაული, ისეთი მძიმე სათაგური, რომელშიც შეიყვანა ეს ადამიანები ოცნების რეჟიმმა, საიდანაც ვერავინ ვერ გაძვრება, ვერავინ ვერ იმართლებს თავს, რომ მე ვიღაცამ დამავალ ამ ჩვენების მიცემა. ეხლა გათხოვილ კაცებზე ლაპარაკობენ მართლა. გათხოვილ კაცებზე ლაპარაკობენ მართლა და ღირსება აყრილი ადამიანები დავინახეთ ჩვენ. ღირსება აყრილი ადამიანები რომლებიც არ გაქვთ ვინ შეიძლება გამოკვეთონ ანუ ფიგურანტები ვინ შეიძლება გაჩნდეს ამ საქმეში როგორც პასუხისმგებელი პირები ხო აი ვერსია ხო შეიძლება გქონდეთ არ ვიცი ვერ გეტყვით არ ვიცი წარმოდგენა არა მაქვს ამ ადამიანების გონებაში რა შეიძლება მოიხარშოს ნებისმიერი ვერსია შეიძლება მოიხარშოს ამ ადამიანების გონებაში ხა ჩორჩანა საკითხი იქნება თუ სხვა კარგი გადავიდეთ ახლა სხვა თემაზე გიორგი ვაშაძის წერილი სადაც საუბარია გამარჯვების გეგმაზე ის საუბრობს რომ აუცილებელია წინააღმდეგობის პლატფორმაზე შეიქმნას ოპოზიციური ერთიანობა რაღაცა ერთი ბრენდის ერთი ქუდის ქვეშ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მოკლე მონახას გავაკეთებ 8 პარტიის ბაზაზე საერთო სახელით და მოკლედ თუმცა ამავე წერილში ორჯერ არის ნათქვამი რომ თუ ლელო და გახარია უარს იტყვიან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და შეიცვლიან თავის პოზიციას, მაშინ შეიძლება მათი შემოერთება ამ გაერთიანებაში. არ ვიცი თუ განიხილეთ შიდა პარტიულ ფორმატში ეს გეგმა და აი რას უპასუხებდით ვაშაძეს? არ განგვიხილავს, რა ვიცი, ახლა ესეთ წერილები იმდენი ქვეყნდება, რომ გულწრფელად რო გითხრათ, აი შემიძლია აქვე უპასუხო, რომ არანაირი განხილვა, გადახილვა სარექვემდებარება ჩვენი პოზიცია არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. რა ვიცი, დანარჩენმა 8 პარტიამ თუ რამდენიც არიან, თუ როგორც არიან, თავიანთი გეგმა განახორციელებენ. რაც შეეხება ერთობას ერთობა სწორი იქნებოდა საერთო ნეიტრალური კანდიდატის გარშემო გაერთიანების სახით, არჩევნებში მონაწილეობის სახით და ერთობა თუ უნდათ ამ ადამიანებს, აგერ იყო ერთობა, აგერ იყო მნიშვნელოვანი საბრძოლო კერა, მათ შორის თბილისი დედაქალაქი და ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქები და აქ შეეძლოთ ამ ადამიანებს ერთობა. როგორ ახლა ერთობა იქით არსებობს და ჭეშმარიტება აუცილებელი იქით არის და აქეთ ჭეშმარიტება არ არსებობს და აუცილებლად იქით უნდა იყოს ერთობა. ჩვენ გონია რომ ჩვენი გზა არის სწორი, პრაგმატული გზა, რაციონალური გზა, ცივი გონებით აწონდაწონილი გზა და არ არის ის გზა, საითაც რომელსაც მივყავართ ტაძრამდე, არ არის ეგ გზა. ამიტომ ბოიკოტისტებმა პირველ რიგში თავიანთი გეგმა უნდა დადონ. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ბოიკოტისტები პირდაპირ ფორმით არჩევნებს როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს ამ ქვეყანაში კლავენ და არჩევნებს როცა პოლიტიკურ ინსტრუმენტს კლავ, ესე იგი სხვა გზა გაქვს არჩეული და უნდა გვითხრა გაწერილი როგორ უნდა შეიქმნას, ასე ვთქვათ, ვინ შეიძლება იყოს აი ამ ერთიანობის მონაწილე, რა უნდა იყოს საფუძველი, მიზანი რა უნდა იყოს, კალენდარი რა არის, ამოცანები რა უნდა იყოს, კალენდარი რა არის, აი რა ხდება, რის მერე რა ხდება, 31 აგვისტოს რა ხდება, სექტემბერში რა ხდება, ერთობა უნდა შეიქმნას და სწორედ მე პარიტეტულ საფუძვლებზე ამბობს უნდა გადავწყვეტო ხმათა კონკრეტული ხედვა უნდა დავინახო, კაცო, რა ერთობა ერთობისთვის ხო არ არსებობს, რამდენი პლატფორმა შექმნილა, კაცო. ესე აგროვებდა ვაშაძე მილიონ ხელმოწერას და 30000 ხელმოწერა ვერ შეაგროვა, გახსოვთ ეგ, ხო? კი ბატონო, მახსოვს. ხო, რა ვიცი ახლა, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება? არ შეიძლება ეგრე, ხო? აი ერთობისთვის ხო არ არსებობს, კონკრეტული ხედვა უნდა კონდეს და მე მიდიოდი ამ გზით და არ არსებობს ეგ ხედვა, ბოიკოტისტებს არ აქვთ ეგ ხედვა. ბოიკოტისტებს აქვთ ერთადერთი ხედვა. განსხვავებული აზრი ექნება ემატუხიაშვილს მოღალატეს დაგიძახებენ. კოლაბორაციონის დაგიძახებენ, ოცნებასთან შეკვლის დაგიძახებენ. ოღონდ რო კითხო, შენი გზა რა არის, გამარჯვების გზა? ვერ გიპასუხებს ერთ-ერთი. და შენ არგუმენტებს რო ეუბნები, რომ სისულელია ის, რასაც აკეთებ. შენ როდესაც გიჭირავს ასეთი მნიშვნელოვანი ბერკეტები არჩევნების სახით, თუნდაც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რატო არ იყენებ ამ ბრძოლის ამ გზას? ბოიკოტ სად მოუტანია შედეგი? დაგვისახელონ ერთი მაგალითი. ან არჩევნების ბოიკოტს რო აცხადებენ და კამპანიის ჩატარებას რაღაც ბოიკოტი გამოუცხადონ ოცნებას. ოცნებაზე არ საუბრობენ ეს ადამიანები იმდენს, რამდენსაც საკუთარ თანამებრძოლებზე. ჩვენ ხო მათი გზა არ გაგვიკრიტიკებია, იმ გზაშიც მოვდივართ. იქაც საპროტესტო ალამი გვიჭირავს, მაგრამ ეს არის ჩვენი დამატებითი ქვეყნის ინტერესებს და აზიანებს პერსპექტივას, რომელიც შეიძლება მოიტანოს ბოიკოტმა. ოცნება არ აზიანებს და ჩვენ აზიანებს. ვერ იქნება სრულყოფილი თქვენი მონაწილეობის გარეშე და შესაბამისად თქვენ
თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი მოგადგებათ იმ პერიოდში, როდესაც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი აი კრიტიკას რომ თავი დავანებოთ, ხო, თქვენს მიმართ კრიტიკას და იმ ბრალდებებს, რომელიც ისმის კრიტიკას ცდება, როცა პირდაპირ გეუბნებიან, რომ მოღალატეები ხართ, კოლაბორაციონისტები ხართ და ასე შემდეგ, ხო? ნაცნობრაობა რა სიტყვის ჩვენზე მნიშვნელობა არა აქვს ხა, უცბად რო გითხრათ. არ აქვს ამას მნიშვნელობა რა. 7 პარტია რა სიტყვის ჩემზე ხა, არ აქვს ამას მნიშვნელობა არსებითი, პირდაპირ გეუბნებით. ხო, მაგრამ ოპოზიციურად მე მადადებს ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ განსხვავებულად. ვიღაცა მოусმენს მათ, ხო? ვიღაცა გაითვალისწინებს მათ მოწოდებას, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს. მე ადამიანებს უდიდეს პატივს ვცემ, მათ შორის განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებმაც აი საკუთარი მხრებით მოიტანეს პროტესტი 230-ზე მეტი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე და ამ ადამიანების აზრი ჩემთვის ძვირფასია. მაგრამ პოლიტიკოსების, რომლებიც აი პოლიტიკური мотивაციით აი ტალახს ისვრიან პოლიტიკური ოპონენტების წინა, მათი აზრი არ მაინტერესებს. მე ვესაუბრები მათ ამომრჩევლებს მათ შორის, რომ ეს არ არის სწორი გზა, ეს არ არის გამარჯვების გზა. აი მარტივ მაგალითს გეტყვით ემა მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლოში სამართლის პოვნის იმედი გააქვთ? ძალიან რთულია. ძალიან რთულია. კი ბატონო. მაშინ ბრალდებულები, ადვოკატები რატომ მონაწილეობენ ამ პროცესში საერთოდ? ეს მათ კითხეთ. რას ქვია მათ კითხოთ? იმიტომ რომ ყველა ესეთი პროცესი, რა თქმა უნდა, არის იმის გზა, რომ შენ დააზიანო რეჟიმი, დააზიანო მართლმსაჯულება მათ შორის, რომელიც პოლიტიკურად გამოიყენება შენ წინააღმდეგ და ყველა ეს ბრძოლის გზა უნდა გამოიყენო. როგორ ეხა ადვოკატი უარს იტყვის იმ ბრალდებულების დაცვაზე, როცა იცის წინასწარ არის დაწერილი განაჩენი. მე ვერ გეტყვით წინასწარ არის თუ არა დაწერილი ციფრები, მაგრამ ნებისმიერი ბრძოლის გზას, მათ შორის არჩევნების შესვლის გზას, რომელიც იქნება უმძიმესი, მათ შორის გარემოს თვალსაზრისით, მათ შორის დამკვირვებლების სასამართლო პროცესში მონაწილეობა, ანუ სამართლებრივი პროცესი ალბათ განსხვავდება ხომ პოლიტიკური პროცესისგან, თუ კი არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე ვსაუბრობთ. აი კიდევ ერთი წერილი ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, ვაშადეს თუ გეგმა ქონდა ზურაბ ჯაფარიძე, ფაქტ საკუთარ ასე ვთქვათ, პროგნოზს აქვეყნებს და ამასაც მინდა უპასუხოთ. მუდმივად როდესაც აკრიტიკებთ ბოიკოტის მომხრეებს, რომ აი დადონ კონკრეტული გეგმა, აქეთ გვაგინებენ და იქით ვეუბნებით რა არის თქვენი გეგმა, ვერ გპასუხობთ და ილანძღებიან. აი შეგიძლიათ მითხრათ, ნახეთ, აი მოდი რა უპასუხოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ხომ. ამათაც ყავს ხომ ამ მომრჩეველი სულ ცოტა იმ 8 პარტიაში ის ორი ბარიერ გადალახული კოალიციაა ხომ წარმოდგენილი, ანუ ხომ უწევთ ანგარიშს, რომ მათაც ყავთ საკუთარი ამომრჩეველი და ვიღაცას ესმის მათი ხმა ამომრჩეველი ერთი წამი და ამომრჩეველი არავის არ ყავს. ბაგაზე არ ყავს ამომრჩეველი არავის მიბმული. ყოველ არჩევნებზე ადამიანი თავის ბედს, თავის ხმას მიანდობს კონკრეტულ პარტიას. მე არ მგონია რომ ვიღაცაზე ჯიბეში უდევს ეს ხმები და ესე როცა უნდა გამოიყენებს, როცა უნდა არ გამოიყენებს, ესე არ ხდება. და ადამიანები თვითონ დაინახავენ 4 ოქტომბრამდე მათ შორის რომ ჩვენი გზა არის სწორი გზა. ჩვენი გზა არის თანმიმდევრული გზა. ჩვენი გზა არის მათ შორის პროტესტის გზა. ჩვენი გზა არის დასავლეთში მათ შორის ლობირება იმისი რომ ვიზა ლიბერალიზაცია არ შეჩერდეს ამ ქვეყნისთვის და უბედური რეჟიმი არ გაუქმდეს ევროპასთან. ჩვენი გზა არის სანქციების გზა კონკრეტული დამნაშავეების, რომლებიც ამ რეჟიმს ამაგრებენ. ჩვენი გზა არის მათ შორის არაღიარების გზა ცენტრალური ხელისუფლების. ჩვენი გზა არის მათ შორის არჩევნების გზით ყველა უბანში მიტანა, კამპანიის ჩატარება, დარწმუნება ადამიანებს და ჩვენი გზა არის კიდევ რა არ დამასრულებინეთ. შექმნა ალტერნატივის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოცნებას ელექტორალურად მოსწყდნენ და სჭირდებათ დასაყრდენი და ამათვის პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა არის საარჩევნო ურნებთან, საარჩევნო ხუთებთან თავიანთი პოზიციების დაფიქსირება. აი ამ წერილიდან ჯაფარიძის არგუმენტებით გიპასუხებთ, ვერანაირი ბრძოლა გამარჯვებისთვის ვერ იქნება, არც ერთი გონიერი არსება არ დაიჯერებს, რომ ოპოზიციის მე-13 არჩევნებზე, სადაც გამოცხადება ტრადიციულზე დაბალია, მოუგებს რეჟიმს, რომელიც თვითონ წერს რიცხვებს, მაშინ როცა 13 წელია ეს ვერ შეძლო ოპოზიციამ ერთიანად, აი უპასუხეთ. რა უნდა უპასუხო? ანუ რატომ გაქვთ მოლოდინი რომ ოპოზიციური ამომრჩეველი გამოცხადდება საკმაოდ კრიტიკული ასე ვთქვათ რაოდენობით მოვა ამომრჩეველი და ოპოზიცია შეძლებს რაღაცა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ქართულ ოცნებას ამ არჩევნებში. რა გაძლევთ ამის თქმის? ოცნება იგივეა რაც 2012 წელს იყო ემა? იგივეა ეხა?
როგორც 2016 წელს იყო, ისევეა ელექტორალურად. 20 წელს იგივეა, 26 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლება, რომელმაც აწამა ადამიანები, ახალგაზრდები დააჯარიმა ლამის ნახევარი საქართველო, რომელმაც ციხეში გამოამწყვდლა თქვენი კოლეგა ჟურნალისტი ქალი, მათ შორის მეორე ქალბატონი, რომელმაც ციხეში დაამწყვდია სტუდენტები, მსახიობები, რეპრესიულ მეთოდებს იყენებს, რომელმაც პირდაპირ ფორმით მოკლა გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ამ ქვეყნისთვის და სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში ჩაგტოვა მაშინ, როდესაც სომხეთი გამოდის ამ მოჯადოებული წრიდან, მაშინ, როდესაც ახალი დერეფანი ლაგდება უნიკალური შესაძლებლობები და ჩვენ, როდესაც პირდაპირ ფორმით პროევროპულ ნაწილს მოკლე პასუხი ამაზეა, რომ ქართულ ოცნებაზე გაბრაზებული ხალხი გამოვა, ანუ გამოვა კი არა, ამ ადამიანებს უნდა, რა თქმა უნდა, გამოვა. ამ ადამიანებს უნდა მივიცეთ შესაძლებლობა თავიანთი საპროტესტო ხმა დააფიქსირონ და არც ერთი ეს ადამიანი არ გამოვა ქუჩაში და ღიად არ დაუწყებს გინებას, ოცნებას და ამიტომ ეს შესაძლებლობა უნდა გავაჩინოთ. სწორი მომენტი უნდა გავაჩინოთ. ზუსტად იციან ამ ადამიანებმა და უნდა დავარწმუნოთ, რომ არანაირი ღირსებით ევროპისკენ კი არ მიდის ოცნება. პირდაპირ ფორმით კედელს აშენებს, პირდაპირ ფორმით ძლავრ კედელს აშენებს ქართულ და ევროპულ ზღუდეს, ესე რომ ვთქვათ. ფაქტობრივად რკინის ფარდა ჩამოეფარება თუ ესენი დარჩნენ ხელისუფლებაში და თუ ჩვენ ვამბობთ რომ 80% ამ ქვეყანაში ევროინტეგრაციის კურსს უჭერს მხარს, მათ შორის ოცნების ამორჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი არის ევროპული კურსის მომხრე, როგორ შეიძლება შენ ეს უნიკალური შესაძლებლობა არ გამოიყენო იმისთვის, რომ ესენი ელექტორალურად მოსწყვიტო როგორმე ოცნებას. რატო არ ვიყენებთ? მაშინ როდესაც კვლევები გვეუბნება, რომ თბილისში არის უნიკალური შანსი მათ შორის გამარჯვების, რატო არ ვერანაირი თბილისის მოგება ვერ იქნება ასეთი რეჟიმები ძალაუფლების კონსოლიდაციის იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ახლა არიან, აი რომ მკითხეთ, იგივეაო, რაც 2012 წელს იყო. არა, უბრალოდ თქვენი კოლეგა ოპოზიციონერია, რომელიც ამ შემთხვევაში განსხვავებულად თუ ვფიქრობთ ჩვენ. თბილისის გამარჯვება თქვენ პერსონალურად მაინტერესებს თქვენი აზრი. არ არის უნიკალური შესაძლებლობა მილიონნახევრიანი ქალაქის მერის მანდატის მოპოვება, რომელიც დრაივერი იქნება ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყების, ახალი სიცოცხლის გაჩენის, მათ შორის პროტესტის. არ იქნება დრაივერი. ხო და არგუმენტია ამაზე, რომ არჩევნები ძალაუფლებასო, ასეთი რეჟიმებიო არ ფლობენო, არც დედაქალაქებშიო. ბოიკოტისტები ხარ ასე გეუბნებიან, იცი სტატუს კო ესე გავაგრძელოთ, აი ველოდოთ და აი ციური მანანასავი ჩამოვარდება ახალი არჩევნების. არა, დისკუსია გავმართოთ, ვაშაძე. გავმართოთ, მე არასდროს არ გავმართოთ ეს დისკუსია. არასდროს არ მქონია პრობლემა დისკუსიასთან დაკავშირებით, ჩემი არგუმენტებთან დაკავშირებით, ნებისმიერ ადამიანთან დისკუსია, მათ შორის არჩევნებისთან დაკავშირებით, მაგრამ მარტივ შეკითხვას ვსვამთ. კი ბატონო, არჩევნებს კლავთ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, მათ შორის ოცნებასთან ერთად. მაგრამ მეორე მხრივ ვერც თავაზობთ გზას, რა არის თქვენი გზა? რევოლუციაა თქვენი გზა? ჩვენი გზა რევოლუცია არ არის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რევოლუციას რა პროცესები მოყვება ხოლმე ქვეყანაში და როგორ ხდება ხოლმე რევოლუციები მერე თავის ტკივილი ბევრი ქვეყნისთვის. და თქვენი გზა თუ ეს გზა არის, გვაჩვენეთ ეს გზა და ანახეთ, იქნებ მოყვებიან ეს ადამიანები. თქვენ ხო ამბობთ, რომ დაახლოებით 400.000-მდე ადამიანმა დაუჭირა თქვენ პოლიტიკურ ძალებს მხარი. გამოიყვანეთ ეს ადამიანები. 400.000 კაცი გინახავთ ბოლოს ქუჩაში? რუსული კანონის დროს მინახავს, დიახ, ეხლა გინახავთ, გამოიყვანო, რატო არ გამოდიან? იმიტომ რომ მათი ამორჩევლების ნაწილით არ უყურებს ამ გზას სერიოზულად. ამიტომ ჩვენ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. მე ზურას დიდ პატივს ვცემ, მის გზასაც და მის ხედვასაც შეიძლება დიდ პატივს ვცემდე, მაგრამ არ ვეთანხმებოდე. ხომ აქ ამის უფლება, მაგრამ ამის გამო მე მას არ დავუძახებ არასდროს არც კოლაბორაციონის, არც მოღალატეს, არც ივანიშვილთან შეკვეთს. პატივცემ ამ ადამიანების ბრძოლას, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს საერთო მიზნები, საერთო მიზნები არის მათ შორის ზურას გათავისუფლება, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, რომელიც ციხეში სხედან ეხლა, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანები, სინდისის პატიმრები, მსახიობები, ჟურნალისტები და მეორე ახალი საპარლამენტო არჩევნები ამ ქვეყანაში მოხდება პოლიტიკური კრიზისის დამუხტვის უნიკალური თქვენი პოლიტიკური პარტნიორი ლელო ძლიერი საქართველოსთვის აღიარებენ, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე არჩევნები. აი ზურას ხედვით იქნება ერთ-ერთი რაც არის, იქნება რაღაც უბადრუკი საკრებულოს ადგილები. აი თქვენ რისი მოლოდინი გაქვთ? აი ამ მძიმე და უთანაბრო ბრძოლაში მაქსიმუმ რა შედეგი შეიძლება დადოთ? არ შეიძლება ასე შეაფასო საკრებულოს არჩევნები. უბადრუკი საკრებულოს არჩევნები არის ხშირად. არა, საკრებულოს ადგილები, ანუ გულისხმობს თუნდაც ადგილები და რამშრომლობა. ხმების ადამიანები რომ ხშირად დასცინიან, რომ ეს არ არის მოხრეშვის არჩევნები და ადამიანები ქართული ოცნების პროპაგანდის პირისპირ არიან, აი რეჟიმთან მარტო არიან დარჩენილები.
და ჩვენ თუ ყველა პლატფორმას მოусწრებთ იმ ადამიანებმა რომ თავიანთი ხმა მიიტანონ გაიგონ კორუფციის შესახებ თავიანთ მუნიციპალიტეტებში გაიგონ იმ ბედურების შესახებ რომელიც თუ პოლიტიკას მოუკლავთ რეგიონებში და რაიონებში რომელიც ისედაც მკვდარია და ამაში შევუწყობთ ხელს არ არის ეს სწორი არ არის ადგილებზე ბრძოლა კი არ არის საუბარი ადგილებისთვის ბრძოლაზე კი არ არის საუბარი დასცინიან რომ მოხრეშვის არჩევნები და იმის არჩევნები. აგერ მუნიციპალური საკითხი იყო. სიკვდილი ჩამოვარდა იმ დეზერტირების ბაზარზე და დაეცა ორ ადამიანს და მოკლა. ეს არის მუნიციპალური საკითხი. განსხვავებული ვითარება. ანუ თქვენი პოლიტიკური ორი პარტნიორი, ლელოს ლიდერი საპატიმროშია და თქვენი ლიდერი კიდევ მე მგონი მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტით იმყოფება უცხოეთში. ანუ ეს საქმეს კიდევ უფრო კარგი მაშინ ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტა. ანუ ვიცით რომ საქმიანი ვიზიტით იმყოფება მაგდანიკაშოს ეხა ასეთი შეკითხვა რო დაესწრო. ძალიან გთხოვთ ეხა უადგილო პარალელები გავთ თან საერთოდ არ ვერ მტკენთ ამითი და ვერც ასე ვთქვათ გამაღიზიანებთ რომ რაღაცა ემოციამ მაგდანიკაშვილი კითხვას მერწმუნით რა. თუ სხვა რამ ხდება მაშინ მითხარით. რამ ხდება რას? ანუ ვიცით რომ საქმიანი ვიზიტით იმყოფება, ხო? ძალიან გაუხანგრძლივდა ეს ვიზიტი, ხო და ამიტომ რაიმე სხვა გეგმებია ოპოზიციიდან ისეთი მაღალი დონის შეხვედრები. ბოლოს ევროპულ მინისტერიალზე იქნებოდა ეს პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო მინისტრი, რომოს ქონია ან ბრიტანელ მინისტრს. არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდათ გახარიას მისამართით. მეც არ მეგონა თუ მაგდანიკაშვილი დამსვამდით ჩეკი. კიდევ რამდენჯერ უნდა გამიმეოროთ ახლა, აი რა ვიცი. რამდენჯერაც ხო, მიცნობს ჩემი მაყურებელი, იცის სახელიც იცის, გვარიც იცის ჩემი და შესაბამისად ასე ვთქვათ, ჩემი ხო არავერები ნამდვილად არავერები არავისი ხო და კი ბატონო ხო და ამიტომ ხომ ანგარიშს უწევთ იმას რამდენად გართულდება მოგება თუნდაც დედაქალაქისა ქართული ოცნებისთვის ანუ ლიდერების გარეშე ადვილი არაფერი არ არის მათ შორის პოლიტიკაში მათ შორის ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ ყველა უნიკალური შანსი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ ყველა ბრძოლის ხაზზე ფრიალებდეს საპროტესტო ალამი ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ ოცნებას და რა არჩევნებს და ჩვენი პროტესტი მათ შორის უნდა დავაფიქსიროთ 4 ოქტომბერს საარჩევნო ურნებთან და ყუთებთან. კი ბატონო, მაშინ მითხარით აი რა ეტაპზეა ახლა რა ვიცი მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესი. სწორედ ქართულ ოცნებას თუ არ ვცევ დაანონსებული ქონდა რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში წარუდგენდა საზოგადოებას თავის მერობის კანდიდატს ჯერჯერობით არაფერი ისმის, ვნახოთ ჯერ კვირის ბოლომდე რამდენიმე დღე კიდევ არის დარჩენილი. თქვენ როდის იქნებით მზად რომ უკვე გააცნოთ საზოგადოებას და ბუნებრივად თქვენ სამომრჩეველს თუ ვის უნდა უგულშემატკივრონ ამ არჩევნებზე. ჩვენი სლოგანი იყო რომ ვერთიანდებოდით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ კონკრეტულად და ჩვენ დღეს ვერთიანდებით საქართველოსთვის ოცნების წინააღმდეგ სწორედ ამ სლოგანით უნდა გავიდეთ არჩევნებზე და ოცნების წინააღმდეგ მივცეთ ხმა ჩვენ კონკრეტულ კანდიდატზე ჯერ არ ჩამოყალიბებულ ვართ ვართ სამუშაო პროცესში მათ შორის სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის დონეზე მუნიციპალურ დონეზე სამაჟორიტაროების კუთხით და სხვა მერობის კანდიდატების კუთხით ამიტომ ეს არის სამუშაო პროცესი და მაშინ როდესაც ამის აუცილებლობა კონკრეტულად დადგება მათ შორის დედლაინი კანონმდებლობით რაც არის დაწესებული ჩვენი კანდიდატი წარდგენილი იქნება და დასახელებული იქნება და გასაჩერებელი. ახლა რა ეტაპზე ხარ შეგიძლიათ მითხრათ აი მუშაობთ სხვადასხვა კანდიდატებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიებზე სხვადასხვა შესაძლებლობებზე სხვადასხვა ადამიანებთან მიმართებით ის სამუშაო პროცესი. კი ბატონო, რაიმე არის წინა ღობა, რაც ართულებს საბოლოო კონსენსუსის მიღწევას აი ამ ადამიანებთან? არანაირი კონსენსუსის მიღწევის წინაღობა არ არსებობს გვაქვს პრაგმატული თანამშრომლობა. ან თბილისის მერობის კანდიდატიც არ გყავთ შერჩეული ან ძირითადი ქალაქებისთვის. არის რაღაც სამუშაო ვერსიები, ბევრ ადამიანთან მიმართებით, ბევრი ადამიანი იტესტება, ბევრი ადამიანის შეთავაზება. ანუ შესაძლოა ბევრ ადამიანს აქვს სურვილი რომ ჩაერთოს პოლიტიკურ ბრძოლაში. იმაზე მეც ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ხო, თქვენ რა იცით მე რამდენი წარმომიდგენია? ცოტა წარმოგიდგენიათ მე როგორც ვატყობ, რა ვიცი. თქვენი პათოსიდან გამომდინარე.